ეხლა ნახე, თანამედროვე გენიოსები რა. ეს ნახე, გიჟები, ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ გავხდეთ ამაზე მაგარი არტისტები გავხდეთ. მატებული ხატარი ნებისმიერ შეგვიძლია. ეხლა რომ დავისხოთ თავის თმა მაგიდა ხო? იქაურობ რომ დავამგვალო და სუსტი გოლს ეს ნახე მედროების კაცი. და ტაში ვარ უყრავ რომ ჯერ ვერ გაიგეს. ხო, ეგ თვითონ უთხრა ტაში გამიყარით და ხო, მიხენი წაალი. ანუ რა მაინტერესებს ეს მართლა მაინტერესებს რა დაგვიმართათ რა ხდი ბანჭი. აი იმას მოგიშა იმას რომ გახსოვს იმას რომ უთხარი ონისეთ რო გახევ აღჭიქს მოგას გახმე ვინ არის ვინც უკან და ტაშ მოვიდა ანუ აქ მივიდა რაზე მივიდა რომ იმას ეხტუნა კედელზე ეხით ხო ფული გადაიხადეს მაგაში ისი ანუ მაგაში ფული გადაიხადე ხო აბა ანუ რაში აი მაგაში ხო და რა და საშიში ისტორიას რო გადახედო არა აი რენესანსის პერიოდი და საერთოდ თავი ყური მოიჭრა და იმით გულია და გული ჩაკებები და გამოწვივა და ესე ასუქრავი კმელი და რაღაცა და ეხლა აქ რო შეხედო ბანანს გააკეთოს კოჩით გაკრული ბანანი და რაღაც რო ხო და ხალხო ანუ მგონს მოიგეთ მართლა გავიგეთ რომ ანუ ეს საზოგადოება ვინც ჩვენ გვერდვის რა ანუ აქეთან ხარეს ოღონდ რის გამო რომ ანუ რის გამო სიმართლე არის ერთი ძველი აი ეს იყო მართლა ძალიან მაგარი გენიალური და შეუდარებელი და დღესაც არის ამაზე მაგარი ამას საერთოდ არ შევადარებდით მაშინდელობას და ანუ აი ზუსტად ესე არის დამახინჯებული ტვინიც ის ნამდვილი რომ ანუ ავიღაცა საესმეთოს და რომ გაგვიანდება აქ ვიდროები რო აქ ჩამოსაყრელი გენიალურობა საიდან გამოიხატება და ადამიანი ისეთ რაღაცა საკითხს სხვას არ შეუძლია ხო და იმითია გენიალურობა ძალიან აპასნებული არის სამყარო და ხილად უნდა ვიყოთ ძალიან ჩემთვის ეგ არის აი როგორი რაღაცა ისი აი აქეთ რომ მეტოს თუმანვას პინწელი და აქეთ რომ მეტოს რაღაც იკი გოგოს დღიურები რაღაც ეგეთი რა და ამას შევკითხულობდე ორნიცია და კითხულობ იმიტომ რომ ჩემ მეგობარს საკითხული აქვს რა ის ვინც ამას ტარს უკრავდა იმას საკითხული ქონდა ეგ და ნაკით მეც ეგ უნდა გავაკეთო რა მახედა გამომდინარე რაღაც გენიალურობა კი ეკარგება აი წარმოგიდგენთ ლეონარდო და ვინჩი ხატავს საიდუმლო სერობას ეს აქეთ ბანანს რაღაცას კოშში დაკრავს რა თუ რაღაც პასკა